რასაც ვკითხულობდი ნიუსებს, ყველა მაგას წერდა რა, ეს არის პირველი ჯენზი, პირველი ლედი ნიუ-იორკის. რამა დუაჯე არის მისი ცოლი და ძალიან საინტერესო აქცენტები კეთდებოდა იმაზე, რომ ძალიან გვგავს რამა ჩვენს თაობას. საინტერესო ჩაცმის სტილი აქვს და არ აქვს რაღაცა კლასიკურად, როგორც იცვამენ ხოლმე რაღაც პოლიტიკოსის ოჯახის წევრები აგეთი ჩაცმული სტილი საერთოდ არ აქვს. საინტერესოა ასევე რომ ხატვარი არის და ილუსტრატორი არის და არტისტი არის, პალესტინელების მხარდამჭერი არის. ძალიან საინტერესო ფიგურა არის ზორანთან ერთად მისი ცოლიც და შესაბამისად ძალიან ბევრი კითხვა დაისვა უკვე როგორი სტილი ექნება რამას, რას ჩაიცვამს, რას აკეთებს დილას როგორ იწყებს, ღამე როგორ ამთავრებს, როგორ შეხვდა ზორანს და ასე შემდეგ. ხაჭვარზე ერთ საინტერესო აფოს გეტყვით რომ ზორანი და რამა ერთმანეთს შეხვდნენ ჰინჯზე და მათ გაიცნეს ერთმანეთი და როგორც ვიცი წელს თუ წინა წელს უკვე დაქორწინდნენ. საკუთარ თავსთან საკუთარ ურთიერთობას რომ მიემსგავსებთ დაახლოებით ეგეთი ვაიბის ადამიანები არიან და ჩემი აზრით ეგეც იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იმისთვის რომ ახალგაზრდების ძალიან დიდი რაოდენობა მისულიყო არჩევნებზე და არჩევნებში ზოგადად მონაწილეობა მიეღოთ.